მადლობთ ანუნა, მივესალმები მაყურებელს. ხო, პირველ რიგში რა თქმა უნდა, რომ ის რაც დღეს სომხეთში ხდება, ეს არის რაღაც საკმაოდ მნიშვნელოვანი რეგიონალური და გლობალური, მე ვიტყოდი, პროცესი, რომელიც მიდის, იმიტომ რომ თავისთავად ის, რომ დღეს ჩვენი მეზობელი ქვეყანა, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ იყო რუსეთის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ჩვენს რეგიონში, დღეს არის შეიძლება ითქვას მოწინავე პოზიციებზე, რაც შეეხება ჩვენი რეგიონის ევროკავშირთან ურთიერთობების და დასავლეთთან ურთიერთობების განმტკიცებას. ეს არის თავისთავად უზარმაზარი გარღვევა. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის რუსეთისთვის ძალიან სერიოზული სტრატეგიული გამოწვევა, რომელიც ძალიან თვალნათლივ ვიხილეთ ჩვენ, იმიტომ რომ რუსეთის სტრატეგიული ამოცანა მხოლოდ ის ხო არ არის, რომ მაგალითად რომელიმე ქვეყანაში სამხრეთ კავკასიაში ყავდეს საკუთარი მოკავშირე მოცემულ მომენტში, რუსეთის სტრატეგიული ამოცანა დიდი ხანია არის რეგიონიდან დასავლეთის ინტერესების განდევნა. და ის ამას არათუ ვერ ახერხებს, არამედ მან პოზიციები დაკარგა ამ თვალსაზრისით ძალიან ხელშესახებად სომხეთში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვახსოვს ძალიან მე ვიტყოდი მუქარის პირდაპირ ღიად მუქარის შემცველი განცხადებები, რომელსაც რუსეთი აკეთებდა რაც შეეხება სომხეთის ევროპასთან დაახლოებულ ურთიერთობებს. ამიტომ ის, რომ ეპიცენტრი დღეს აი ამ ახალი არა მხოლოდ ევროპული გაერთიანებისთვის ახალი სიცოცხლის შეძენის, არამედ მე ვიტყოდი ზოგადად დემოკრატიული სამყაროს უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, ახალი ვითარების შექმნასთან დაკავშირებით მსჯელობა, მათ შორის კანადის თანამონაწილეობით იმართება სომხეთში, ეს არის უზარმაზარი მიღწევა ჩვენთვის, ყველასთვის, ვისაც გსურს, რომ ვნახოთ ჩვენი რეგიონი, რომელიც იქნება ინტეგრირებული თავისუფალ სამყაროში და უზარმაზარი დარტყმა რუსეთის ინტერესებისთვის და ამ თვალსაზრისით ეს რა თქმა უნდა არის საბოლოო ჯამში ჩვენთვის მომგებიანი. მეორე, რაც მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რასაც ვხედავთ, მათ შორის იმაში, რაც ხდება დღეს ერევანში, ზელენსკისთან შეხვედრის ჩათვლით და ის, რაც ხდება კიდევ კულისებში ურთიერთობების, რომლის ასე ვთქვათ, შექმნასაც ცდილობს ქართული ოცნება დასავლეთთან, ძალიან ნათლად ჩანს, რომ დღეს ივანიშვილისთვის არის უკიდურესად არაკომფორტული, მე ვიტყოდი, რომ ის არის ღიად, ასე ვთქვათ, ჩაწერილი პუტინის მოკავშირეების სიაში და ამ სიიდან საკუთარი თავის ამოწერა, საკუთარი, ასე ვთქვათ, თავის ამორიცხვა პუტინის ღია მოკავშირეებისგან არის დიახ დღეს ივანიშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ არის, რომ მთავარი მაგალითად ამოცანა, რომელსაც ის უყენებს თავის აი ამ მსახურებს, რომლებსაც დღეს ქვიათ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ეს არის სწორად მისთვის დაწესებული სანქციების ახსნა. ეს არის დღეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, იმიტომ რომ გლობალურად ჩვენ შევხედავთ, როგორ მიდის სოფლიოში პროცესები, აი გასული 4 წლის მანძილზე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან რა ბედი ეწია რუსეთის მოკავშირეებს, მე ვფიქრობ, რომ რაციონალურად მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ისტორიის არასწორ მხარეს დადგომას პუტინის მოკავშირეობას გულისხმობს თავისი ფასი მოყვა ყველასთვის და ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ივანიშვილისთვის დღეს არ არის კომფორტული ის, რომ ის არის მოქცეული, ასე ვთქვათ, მყარად სწორედ აი იმ ლიდერთა სიაში, ვინც დღეს მოიაზრება რუსეთის მოკავშირეება და მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ამას უკავშირდება ყველანაირი მცდელობა მათი მხრიდან, მისი წარმომადგენლების მხრიდან, რომ ასე ვთქვათ, რაღაცა ურთიერთობები დამყარდეს დასავლეთთან, მაგრამ მე იმ თვალსაზრისით ვთქვი, რომ ეს ჩვენთვის მომგებიანია, რომ ეს რა თქმა უნდა მეტ ზეგავლენის ბერკეტებს აძლევს დასავლეთს ამ რეჟიმთან მიმართებაში და ეს არის ჩვენს ინტერესში, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ გარდა შიდა საზოგადოებრივი წინააღმდეგობისა, სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების წნეხის, მათ შორის გაძლიერებით და დახმარებით უნდა შევძლოთ საქართველოში დემოკრატიული პროცესის აღდგენა.
ის რაც არის საბოლოო მიზანი, ჩვენი მიზანი არის ქვეყანაში ჩატარდეს ახალი დემოკრატიული, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და ქართულმა ხალხმა თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი სწორად არჩევნების გზით. კი ბატონო, ქალბატონ სალომე, თქვენ აღნიშნეთ, რომ ის რაც დღეს ხდება სომხეთში არის ისტორიული მნიშვნელობის, მათ შორის თავად სომხეთისთვის, ასე და დღეს სხვათა შორის მაკრონმაც თქვა იგივე, თქვა რომ 8 წლის წინ ეს ქვეყანა რუსეთის ფაქტობრივ სატელიტად განიხილებოდა, 8 წლის წინ აქ არავინ ჩამოვიდოდა, მაგრამ ფაშინიანმა ხავერდოვანი რევოლუცია მოაწყო და გადაწყვიტა თავისი ქვეყანა რუსეთის საფრთხისგან გაეთავისუფლებინაო. რას გვეუბნება ეს გზავნილი, როგორ მოახერხა ეს ფაშინიანმა და დღეს ბევრი ამბობდა, რომ შესაძლოა ის რაც ხდება ერევანში, გვენახა თბილისშიც, ხომ თბილისიც ყოფილიყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი სამიტის მასპინძელი, თავისი ესეთი გავლენიანი სტუმრებით, ესე ვთქვათ. ხო, ცხადია, რა თქმა უნდა, საქართველო 2012 წელს, როდესაც ივანიშვილმა ჩაიგდო ხელში ხელისუფლება და სხვა შორის არჩევნების გზით, ეს ხშირად უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ არჩევნების გზით აიღო ხელში ძალაუფლება ოლიგარქმა ივანიშვილმა. საქართველო იყო არათუ მოწინავე, არამედ საერთოდ ერთადერთი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც ჰქონდა რეალური შანსები ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების და მათ შორის საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მინიჭებული აქვს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი. მაგრამ ევროპაში ევროპასთან და დასავლეთთან ჩვენი ურთიერთობების მომავალი, ჩვენი ურთიერთობების ბედი ყოველთვის იყო დამოკიდებული რეფორმებზე და პოლიტიკურ სისტემაზე, რომელიც ქვეყანაში მოქმედებდა. როგორც 2012 წელს რომ გადაეწყვიტა მაშინდელ ხელისუფლებას, რომ გაეუქმებინა არ ვიცი, მაგალითად, დემოკრატიული არჩევნები და დარჩენილიყო ძალაუფლებაში, მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკური ცვლილებების დრო იყო და ჩაიკეტებოდა ყველანაირი კარები ჩვენთვის ევროპაში მოგზაურობისთვის, ასე ვთქვათ, მათ შორის პირდაპირი მნიშვნელობით ვერ მივიღებდით მაგალითად უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას, ასევე ხდება დღეს, რომ როდესაც ივანიშვილმა ამოწყურა საკუთარი ნდობის მანდატი ქართულ ხალხთან და ქართულ ხალხს უნდა ახალი პოლიტიკური რეალობა და ის მათ არ აძლევს ამის შესაძლებლობას, იმიტომ რომ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება აღარ უნდა, იმიტომ რომ იცის რომ აგებს ნებისმიერ დემოკრატიულ არჩევნებს. აი ამის გამო ჩაიკეტა საქართველოს ევროპული მომავალი, განსხვავებით სომხეთისგან, სადაც სწორედ დემოკრატიული გარღვევა მოხდა. დემოკრატიული გარღვევა არ არის რაიმე, არ ვიცი, რაღაცა ეს არ არის წარმოუდგენელი ამოცანა, საბოლოო ჯამში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება ბევრად უფრო მარტივია სინამდვილეში, ვიდრე გაყალბებული არჩევნების და მთელი იმ სქემების შექმნა, რომლითაც აი მაგალითად ივანიშვილმა 2024 წელს წაგებული არჩევნები გაიფორმა გამარჯვებად, ხო? და ის ფიქრობს, რომ ესე უნდა გააგრძელოს ცხოვრება და ესე ვერ გაგრძელდება ცხოვრება, ამას ეუბნება ევროპა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, რომ დემოკრატიული პროცესი თუ არ აღდგა ქვეყანაში, თუ არ გაუქმდა რეპრესიული კანონები, თუ არ დაუბრუნდა საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზას, ევროპის კარი ჩვენთვის ჩაკეტილი დარჩება და ეს კარი სომხეთისთვის გაიღო. გაიღო სწორედ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში სომეხ ხალხს სცეს პატივი, მათ არჩევანს სცეს პატივი. საქართველოში ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილმა გარდა იმისა, რომ გაძარცვა, გააღატაკა, გააღარიბა, მათ შორის პირდაპირი მნიშვნელობით, აი ძარცვავენ ადამიანებს გაზრდილი ჯარიმებით, გააქცია საქართველოდან, ვისაც კი უნდა ნორმალური ცხოვრება, იმიტომ რომ არანაირი შანსი არ დაუტოვა ამ ქვეყანაში იმუშაოს და ღირსეული შრომით თავი შეინახოს. გარდა ამისა, ქართულ ხალხს უთხრა, რომ თქვენ არავინ არ გეკითხებათ საერთოდ არაფერს, იმიტომ რომ თქვენ არჩევნებზე რომ მოხვალთ, მე გავაყალბებ ამ არჩევნებს და დავწერ იმ შედეგს, რაც მე მინდა და ესე ევროპაში ევროპულ სივრცეში არ ცხოვრობენ და ამიტომ გაგვეძევეს ჩვენ, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, ამ ევროპული სივრციდან, ამიტომ გვაქვს ჩვენ დღეს მხოლოდ ნომინალურად კანდიდატის სტატუსი შენარჩუნებული, ამიტომ არის რომ ევროპარლამენტი მორიგ რეზოლუციას მიიღებს, სადაც ისევ დღის წესრიგში დასვავს უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს დააბრუნებს ისევ დღის წესრიგში, ეს ყველაფერი უკავშირდება ერთადერთ რამეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ქართველი ხალხი გახადოს უფლებო ყმებად, რომლებსაც აღარ უნდა ქონდეთ უფლება საკუთარი ხელისუფლება აირჩიონ. და როგორც კი ჩვენ ეს შესაძლებლობა მოგვეცემა,
ქართული ხალხი თავად აღადგენს ქვეყანაში სტაბილურობას და სწორი განვითარების გზას, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს, როცა ამის შესაძლებლობა მათ მიეცემათ, როგორც სომეხმა ხალხმა გააკეთა არჩევანი სტაბილურობის, მშვიდობის და ევროპული განვითარებისთვის და მათ შორის ჩვენმა თანამოქალაქეებმა უნდა დაინახონ რამხელა ტყუილი შეთხზა აი ამ რუსული ოცნების პროპაგანდამ, როდესაც მათ წლებია უმტკიცებს, რომ თითქოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესი ეს ნიშნავს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას, ომით აშინებს ჩვენ საზოგადოებას და ძალიან ნათლად ხედავთ ჩვენ სამეზობლოში, რომ მშვიდობა სწორედ ევროპულ გზას უკავშირდება და ეს ძალიან კარგად, ასე ვთქვათ, გაითავისა და გამოიყენა კიდევაც ჩვენმა მეზობელმა სახელმწიფოებმა სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც და ამიტომ ბევრი გაკვეთილია ჩვენთვის იქიდან, რაც დღეს ხდება სომხეთში, რომ ჩვენ სწრაფად შევცვალოთ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება, აღარ დავექვემდებაროს რაც შეიძლება მეტი ადამიანი ამ ცრუ პროპაგანდას, რომლითაც მათ კვებავს ქართული ოცნება, დაინახოს როგორ ატყუებს ყველაფერზე, ფასებიდან დაწყებული, დამთავრებული გეოპოლიტიკური საკითხებით ეს ხელისუფლება მათ და ჩვენ შევცვალოთ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება და მერე სწრაფად შევძლებთ დავიბრუნოთ ისევ ლიდერის პოზიცია, დარწმუნებული ვარ მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. კი ბატონო და ძალკე მინდა ქალბატონ სალომე ვისაუბროთ ზელენსკისთან კომუნიკაციაზე. არაერთხელ გაუსვა მათ შორის კომენტარის დროსაც და მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დროსაც, რომ თავად უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივა იყო ქართული ოცნების წარმომადგენლებთან შეხვედრა. რა სიტყვით ამ კომუნიკაციაზე და თავად ზელენსკის, ესე ვთქვათ, შემდეგ შეფასებაზე უკრაინის პრეზიდენტმა თქვა ესეთი რამ, რომ ჩვენ სახელმწიფოებს შორის ნამდვილად არსებობს გადაუჭრელი საკითხები და მნიშვნელოვანია დიალოგი გქონდეს ყველა დონეზეო. კობახიძემ პრინციპში არაფერი არ თქვა გარდა იმისა, რომ დახურული ფორმატის და მეგობრული შეხვედრა გქონდა. უფრო მეტი გვითხრა ვოლოდიმირ ზელენსკი. ზელენსკისთვის ეს არის მორიგი პოლიტიკური, დიპლომატიური, მე ვიტყოდი, გამარჯვება, ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ის არა მარტო ჩავიდა მთავარ სტუმრად, ასე ვთქვათ, სომხეთში შეკრებილი, ფაქტიურად მთელი დასავლური, ასე ვთქვათ, ცივილიზაცია შეიკრიბა სომხეთში, ვინ შეიკრიბა დღეს რეალურად ერევანში ვიხვდება. ხდება კოალიცია თავისუფალი დემოკრატიული სახელმწიფოების, რომელიც დღეს ებრძვის პუტინს და მათ შორის ამ, ასე ვთქვათ, უპირისპირდება, დაპირისპირების მთავარი ეპიცენტრი არის დღეს უკრაინა, მორალური პოლიტიკური ლიდერი ამ თავისუფლებისთვის ბრძოლის დღეს არის ზელენსკი და ჩვენ ვხედავთ, რომ მაშინ, როდესაც, ასე ვთქვათ, მათ შორის უკანასკნელ დღეებში იყო, ხო, როდესაც სლოვაკია თვანც ძალიან ღიად გამოაცხადა, რომ რა თქმა უნდა მხარს დაუჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ანუ უკანასკნელი ბასტიონი რუსეთის საყრდენის ევროკავშირში ფაქტიურად ამ თვალსაზრისით ჩამოიშალა. ეხლა ზელენსკი აი აქ იქ სადაც პუტინი მოიაზრებს საკუთარ უკანა ეზოთ, სამხრეთ კავკასიას და ერევანს, იქ ჩავიდა და შეხვდა იმ ხელისუფლების წარმომადგენელს, რომელსაც ასევე მოიაზრებენ პუტინის მოკავშირედ. ეს აჩვენებს მხოლოდ იმას, რომ ზელენსკის აქვს უზარმაზარი გავლენა და მათ შორის ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ვერანაირი სანქციების სიიდან და ვერანაირი პუტინის მოკავშირეების, ასე ვთქვათ, ჩამონათვალიდან არასდროს არავინ არ გადახედავს მის ადგილს სწორედ პუტინის მოკავშირეებში, სანამ მას ექნება ანტაგონისტური ურთიერთობები უკრაინასთან. ამიტომ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს კობახიძემ, ვისი ინიციატივებსაც არ უნდა ყოფილიყო ეს შეხვედრა, თუ არ უნდა შეხვედრა შეეძლოთ, რომ არ შეხვედროდნენ, მე გულისხმობ ქართულ მხარეს, მაგრამ დღეს მათ სჭირდებათ ზელენსკისთან შეხვედრა, მათ სჭირდებათ ეს და ზელენსკისთვის ეს არის მორიგი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური, დიპლომატიური ჟესტი, რომლითაც მან აჩვენა საკუთარი წონა საერთაშორისო ასპარეზზე და რაც შეეხება ქართული ოცნების მომხრეებს, მათ უბრალოდ მინდა შევახსენო, იმიტომ რომ მათ ატყუებს ქართული ოცნება, ჩვენ ხო არ გვატყუებს. ანუ ყველაზე პარადოქსული ქართულ ოცნების შემთხვევაში იცით რა არის, რომ მე არ მახსენდება სხვა პოლიტიკური ძალა ამ ქვეყანას ყოლია სხვადასხვა პოლიტიკური ძალები მმართველობაში თუ ოპოზიციაში, მაგრამ უფრო დიდი უპატივცემულობით რომ ეკცეოდეს საკუთარ ამომრჩეველს და
აი უფრო სულელებად რომ მიაჩნდეს საკუთარი ამომრჩეველი, ვიდრე ქართულ ოცნებას მიაჩნია ის ხალხი, ვინც ხმას აძლევს, მე მართლა არ მახსენდება, იმიტომ რომ აი ამ უნამუსო ტყუილებით ხო ისინი პირველ რიგში საკუთარ ამომრჩეველს არ ვიცი, ყვებავენ, ხო, იმიტომ რომ გაიხსენოს ამ ხალხმა რას ეუბნებოდნენ ზელენსკიზე, დღეს რას ეუბნებიან, რას ეუბნებოდნენ ევროპულ ლიდერებზე, დღეს რო დერეფანში დასდევენ ხელის ჩამოსართმევად და უბრალოდ ელემენტარული ადამიანური თავმოყარეობის ამბავია ჩემი აზრით, რომ უნდა გაბრაზდე ძალიან იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც აი ესე გამცირებს შენ როგორც მის მომხრეს და ესეთი დონის ტყუილებს გკადრებს. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ სალომე იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და იყავით ჩვენი ეთერის სტუმარი.